მოდი მივცეთ რეალობა მაყურებელს. ნახავთ მალე ტელევიზორში. აქედან გამომდინარე დავიკიდეთ თეგეტას ქება დიდება და უბრალოდ მივულოცეთ დაბადების. კიდე მართლა რაღაცეები ჩაწყობებით ხდება ამ ქვეყანაში. თუ როგორ მოვიგე მე ეს ავტომობილი და არა რა მაგარი მანქანაა ან რაღაცა მსგავსი. ჰეშტეგს არის შვილი მართალია შეცდა, მაგრამ შეცდომები მოსულა და პატიობთ. რამე საინტერესო გაერება? აიო. მაგრამ მაგარი სიცივეა. მაგარი. აქვე მინდა ხაზი გაუსვა რა შეეშალა თეგეტას. 16 დეკემბერია უკვე. ხვალ 17 დეკემბერი არის ბოლოა და ვიდეო სატვირთვის. პანტზე პეტლიჩკა გინახავთ? მე ძველებული გრიშინა მივოსი. ვიდეოს ამ ნაწილამდე თუ მოხდით უკვე იცით რასაც ვაკეთებ. ეს არის ალბათ საბო ჯამში ყველაფრის აზრი რისთვისაც რაიმეს ვაკეთებთ ცხოვრებაში. ყველაზე მთავარი, ამ ვიდეოდან აზრს გადახვევებით ვერ გამოიტანთ. იმიტომ რომ მეც არ ვიცი რას ვილაპარაკე. გამარჯობა, მე პაპელა ვარ. თქვენ ჩემს YouTube არხს უყურებთ და დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით თუ როგორ მოვიგე Mazda. Go. როგორ დაიწყო ყველაფერი? ზუსტად კადრებში მახსოვს, თეგეტას ეზოში შევარდი ჩემი მერსედესით, გადმოხვდი, შევდივარ, ეს კარი ესე იღება, მე ლიფტი აქვს, მაგათ ლიფტში შევედი, გამოვედი, მეთქი მარკეტინგის ოთახი სად არის და დაცვა მომწევს ამ დროს რა. დავიკუზე ერთი დაცვა დაეცა, აქედან მეორე დაცვა მოვიფრიალე, ზედ დავაგდი ამას, შევარდი მარკეტინგის ოთახში და 1-15 კაცი ზის რა, კაცების და ქალების და მეთქი თქვენ მაგარი კონკურსი გაქვთ, მეთქი რაღაცა Mazda სათამაშო და მე უნდა მომწეთ ეგ Mazda თქო. რა პონჩი უნდა მოგცეთო შენ? მეთქი რა პონჩი უნდა მომწეთქო, იუთუბერი ვარ თქო, 600 გამომწერი მყავს მეთქი, 603 გამომწერი მყავს თქო და აი კაროჩე მეთქი გაგარეკლამებთ, მაგრამ მეთქი ამ Mazda-ს იმენა გავაღმერთეთ. ყველაზე მაგარი მანქანა იქნება თქო ქართულ ბაზარზე მეთქი ეს Mazda თქო და თუ არა თქო, აი აგერ თქვენ და ისეთ ვიდეოს ჩაგიწერთ მეთქი, აი გათამაშების დასრულებიდან 2 დღეში თქო, ისეთ ვიდეოს ჩაგიწერთ მეთქი, მთელი ჩემი 600 subscriber-ი თქვენ დაგაჯვავთ თქო და ბაზარი არაო, წაიყვანეო, ძმაო ეგრევე გასაღები ვესროლეს, დაჟე კონკურსი დაანონსებული არისო ჯერ. სანამ შენ მოხვიდოდიო, სარიშვილი იყო წინ, მარაო, იმას 150,000 subscriber-ი ყავსო და არ გვაწყობდაო, ხო, აზე ხა 600-იო მაინცო და ეგრე მოხდა რა. ეს მათთვის მეგობრებო, ვისაც ზღაპრების ჯერა, ვისაც ნეგატივის ჯერა და ვისაც ჯერა რომ დღემდე კიდე მართლა რაღაცეები ჩაწყობებით ხდება ამ ქვეყანაში, ხო, ვისაც ნამდვილი ისტორია აინტერესებს, დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით როგორ მოვიგე ეს ავტომობილი, რა შრომადევს ჩემს საკონკურსო ვიდეოში, ზოგადად როგორ მოვიფიქრეთ ეგ იდეა და მთლიანი პროცესი როგორ ხდებოდა, გადაღებული გვაქვს და ამ კადრებს ნახავთ. ძალიან მინდა რომ ამ ვიდეოთი мотиваცია მიიღოთ, ძალიან მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი ემოციები. პირველ რიგში მართლა ძალიან მწუხარ რომ ეს ვიდეო მარტის თვეში იწერება, როდესაც დეკემბერში გადმომცეს მანქანა, მაგრამ ნუ მაგას თალკე მიზეზები აქვს და ეგ თალკე ამბავია თალკე ვიდეოსთვის და დღევანდელ ვიდეოში ნეგატივი არ იქნება, იქნება მხოლოდ პოზიტივი და მხოლოდ мотиваცია. არანაირი ნეგატივი და ანუ ეს ვიდეო აქვე გამომარტავ არის თუ როგორ მოვიგე მე და ჩემმა გუნდმა ეს ავტომობილი და არა რა მაგარი მანქანაა ან რაღაცა მსგავსი. ვაფშე არ არის მაგარი მანქანა. ხოლო ვინც გადახვევებით აპირებთ ვიდეოს ყურებას, აზრი არ აქვს, მე მგონი ვერ გამოიტანთ აზრს გადახვევებით, ასე რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ, სარიშვილს და მდინარადეს მივიჯექთ გვერდზე. ეგენი ჩემს ყველა ვიდეოს უყურებენ ყოველ შემთხვევაში როგორც მითხრეს და ბარემ სარიშვილ და მდინარაძე ვახსენე და ყველა ელოდებით რაღაცას. მოდი წაუნეგატივოთ ოდნავ და მივმართავ გიორგი სარიშვილს და გიორგი მდინარაძეს ერთი წუთით. თქვენი საყვარელი ხუდი. თავიდან საერთოდ არ ვაპირებდი რაიმე სახის კომენტარის გაკეთებას ამ ყველაფერზე, პირველი ვიდეო ცოტა რაღაც სასაცილოდ მომეჩვენა, უფრო ვიდრე გაუბრაზდი, მაგრამ მერე და მერე რაღაც ვიღაცა ბლოგერები დგანან ჰეშტეგს არის შვილი მართალია თეგეტას წინ. ჰეშტეგს არის შვილი მართალია შეცდა, მაგრამ შეცდომები მოსულა და პატიობთ. რაღაც უკეთესი ჰაშტეგი მგონია ეს. ამის მერე ყველა ვიდეოში რაღაც პატარა მესიჯები და ანუ უკვე რაღაც კამპანიის სახეს აძლევს და დიდ მარაზმში გადადის და
თქვენ თუ მართლა უხეში რეალობის მოყოლა გინდათ, რაღაცა არხი ხო გაქვთ ორივე ერთად რო ხართ ხოლმე იქ, ჩავწეროთ საერთო ვიდეო და მოუყვები მე ჩემს ნამდვილ რეალობას. ორი ვარიანტია. ერთი რომ ამ წითელი ჰუდის გამო მართლა გჯერათ ის რაც ილაპარაკეთ და მეორე რაღაც პირადი ინტერესები გაქვთ, ან ჩემს მიმართ, ან თეგეტას მიმართ, ან ორივეს მიმართ ერთად და პირადი ინტერესების გამო შეგყავთ 100,000-ობით მაყურებელი შეცდომაში და ეგ არ მგონია ლამაზი, სწორი, მისაღების აქციელი. ბევრი კითხვები მაქვს, რომელიც ამ ვიდეოში არ მინდა. ასევე დარწმუნებული ვარ, თქვენს გექნებათ კითხვები და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელს აინტერესებს ჩემი მხრიდან მოყოლილი ამბავიც და ზოგადად რეალობა და მოდი მივცეთ რეალობა მაყურებელს. ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი ეს მგონია. არ ვაპირებ რაღაც შპილკაობას ვიდეოების სახით. ეხლა კი გადავიდეთ ვიდეოს მთავარ სათქმელზე და მოდი სანამ დავიწყებ მოყოლას, ჯერ ვნახოთ თვითონ საკონკურსო ვიდეო. გამარჯობა. ძალიან გვინდოდა კრეატიულად მოგვეულოცა დაბადების დღე. თავიდან ვიფიქრეთ ცეკვით. Big titties, little waist body, crazy curvy wavy, big titties, little waist body, yada 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 yada. მაგრამ ეს ცეკვა გამომწვევი მოგვეჩვენა. მერე ვიფიქრეთ ახალი წელი მოდის, სანტას ხომ არ ემღერა. ალამაზი დღეა რანთელი მაგრამ რა შუაშია ახალი წელი და დაბადების დღე. მერე ვიფიქრეთ ვინმე ცნობილ რეპერთან დაგვერეკა, რამე საინტერესო გაერება. აიო ან უბრალოდ სასიამოვნო ხმით მიგვეულოცა. გილოცავთ 25 წლის იუბილეს. ტრადიციულ ქართულ მილოცვაზეც კი ვიფიქრეთ. გილოცავ ჩემო თეგეტა, სუფრის თამადაც აქვია. 25-ის ხარ, ბიძიკო, განახუმრობა საქმეა. მაგრამ ბევრი ვიფიქრეთ, თუ უფრო ბევრი მივხვდი. ასე ძვირფას იუბილეებს მთავარია გულით მიულოთ. თავიდან სიმართლე გითხრათ, ისიც ვიფიქრეთ, რომ აი ცნობილი ადამიანები რო ყავდა გამოყენებული, შეიძლება საერთოდ დავებრაკეთ და არც კი ყოფილიყო კონკურსანტებს შორის ჩვენი ვიდეო. ეს ადამიანები მართლა ჩემი მეგობრები არიან და მართლა უფასოდ ჯიგრულად ამეხმარენ, იმიტომ რომ უკვე ბევრი ჩადერის ხა. გომაგარია. როგორია? ეს არის ელექტრო, რო იცოდე. ვიდეოს ვიდეოს უფასოდ დამეხმარნენ მეთქი. აუ, ბოდიში. იტო შაგვერიც ხარ რა. აი, ბოდიში რა. მშვიდობაში, სუნწანეს. აი ხარი. ანუ ელექტროა და ესეთი რა ხო კაია. ეს ვაფშე ელექტრო. კაია, მაგარია. ძველებული გრიშინა მივოსი. აი, უკაცრავა ბოდიში. საბოლოო ჯამში ფაქტი ის არის, რომ თქვენც შეგიძლიათ იგივე. არ არის აუცილებელი შონზო იყოს თამადა. რა ვინმე თამადის ტიპაჟი ცოტა ისეთი ტიპი, მოკეიფე ტიპი დააყენე და თამადაა უკვე. მასტერის მაგივრად ვინმეს კეპი დაახურე, ოქროს წეპი ჩამოკიდე და რეპერია. უბრალოდ მე ამ ადამიანებს ვიცნობ, მათთან ერთად ბევრი მაქვს ნამუშევარი და მარტივი იყო ჩემთვის რომ პირდაპირ ეს ადამიანები გადამეღო. ნუ რა თქმა უნდა, ხა დიმიტრი ტატიშვილის განუმეორებელ ხმას ვერ შეცვლის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანია, ვისაც სასიამოვნო ხმა აქვს. ასე რომ და წეგან როგორც თქვი, მე იმასაც ვფიქრობდი, რომ ამ ცნობილი ადამიანების გამო შეიძლება დამბრაკონ, მაგრამ ჩემი ვიდეოს თავარი მიზანი ჩემთვის ის იყო, რომ მოდი მივიქციოთ ყურადღება, მოდი იქნებ ამ ვიდეოთი მოვიზიდოთ დამკვეთები, მოვიზიდოთ სპონსორები და ასე შემდეგ და არა ის რომ მოდი უეჭველი მოვიგოთ. იმიტომ რომ მაინც ეჭვმეპარებოდა პირველ ადგილში. მაგრამ ეს ვიდეო რომ არსებობს და ეს ვიდეო რომ არსებობდა მანამ სანამ გვეცოდინებოდა კონკურსის შედეგები, უკვე ძალიან დიდ წარმატებად ჩავთვალე და უკვე ძალიან დიდი წარმატება იყო ეს ჩემთვის, რომ მე იმდენი მიშრომია და იმდენ პატივისცემას ვიმსახურებ ამ ადამიანებისგან, ვინც ვიდეოში ჩანან, ვინც ვიდეოში არ ჩანან და კამერის უკან იყვნენ და ზოგადად გოგოები ვინც ეკვავენ, ის გოგოები რომელი სტუდიიდანაც იყვნენ და ასე შემდეგ, მეიქაპ არტისტი ვინც დამეხმარა, ჩოხა ჯი, კომპანია რომელმაც უფასოდ მოგცა ის ჩოხა რომელიც ჩონზოს აცვია. ეს ამ ყველა ადამიანისგან რომ ვიმსახურებ გვერდში დგომას, ანუ ესე იგი რაღაც სწორად მიკეთებია და ეს ყველაზე დიდი წარმატებაა. ზოგადად ნებისმიერ საკითხში, ნებისმიერ საქმეში ყველაზე დიდი
წარმატება და ყველაზე სასიამოვნო მომენტი არის ემოციები და არა რაიმე მატერიალური. რა თქმა უნდა, ავტომობილის მოგება ზემოდან ძალიან დიდი, ძალიან სასიამოვნო ბონუსი იყო. თავიდან რო დავიწყოთ ყველაფერი, 11 დეკემბერს გადავწყვიტეთ გათამაშებაში მონაწილეობა და 25 ნოემბერს უკვე ვიცოდით რომ გათამაშება. მე მგონი 25 ნოემბერს ვიცოდით უკვე რომ გათამაშება მიმდინარეობდა, ასე ვთქვათ, კონკურსი მიმდინარეობდა და რატო 11-ში. ცოტა არ იყოს და სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი კონკურსების მიმართ, განსაკუთრებით იმ კონკურსების მიმართ, სადაც სერიოზული პრიზები თამაშდებოდა ხოლმე. რადგან მაინც მარკეტინგია ეს ყველაფერი, მაინც ნახვებზეა გათვლილი, მაინც პიარზეა გათვლილი და მეგონა რომ რაღაც სადღაც კომპანიის ინტერესები იყო, სანამ საკუთარ თავზე არ გამოუცადე და საკუთარ თავზე გამოუცადე ცოტა სერიოზული პრიზის მოგება 2020 წლის დასაწყისში. როდესაც მაგთის კონკურსი იყო TikTok-ზე. და მოვიგეთ 3 Huawei-ის რაღაც P30 Pro მგონი, მაშინ იყო ფლაგმანი Huawei-ის ეს ტელეფონი და ერთი კი არა, 3 მოვიგეთ და ამ დროს რაღაც პირობასავით მივეცით ერთმანეთს, მე ანრიმ და იაკობმა, რომ მოდი ყველა კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა, თუ რამე იქნება და ასეც მოვიქეცით ეგეტას შემთხვევაშიც. ზოგადად ესე ვუდგებით კონკურსებს. ნებისმიერი კონკურსი არის ჩვეულებრივი დავალება. როდესაც რაღაც სარეკლამო ვიდეო რგოლს ვიღებთ კომპანიისთვის, იქაც მოდის რაღაც ბრიფი. კითხვებს უნდა გასცე პასუხი და რაღაც უნდა თქვა ვიდეოთი. იგივე მომენტი იყო თეგეტას შემთხვევაშიც. თეგეტას მარკეტინგი გვეუბნება მომილოცე 25 წლის იუბილე. სხვა მონაწილეების ვიდეოები არ მქონდა ნანახი, მე სანამ კონკურსი არ დამთავრდა. და არ ვაქცევდი მაგას ყურადღებას, იმიტომ რომ წარგების შემთხვევაში არ მინდოდა გული დამწყვეტოდა დიდად და ზოგადად მოლოდინებიც არ მქონდა, როგორც წეღან თქვი, რომ რაიმე გამარჯვების უფრო მეტად ყურადღების მიქცევა მსურდა და რო გადავხედე სხვების ნამუშევრებს, ზოგმა იცეკვა, ზოგმა იმღერა, ზოგმა რაღაც დიდი ოჯახი მყავსო და დიდი მანქანა მინდაო, არა და პატარა Kinderis მანქანა თამაშდებოდა. და მოკლედ სხვადასხვა მიზეზები იყო ბევრი რაღაც ვიდეოებში, თეგეტა მაგარი ტიპია, წინსulis 25 წელი და მსგავსი მესიჯები იყო ყველა ვიდეოდან და რაცაც დავაკვირდი, ყველამ დაკარგა ის გილოცავ, ის რასაც გეუბნება კომპანია, რომ მომილოცე 25 წლის იუბილე. ჩვენ მივუდექით ესე. რასაც გავალებდნენ, ის გავაკეთეთ. ზუსტად იგივე იყო მაგთის დროსაც, ზუსტად იგივე იყო თეგეტას დროსაც. აქედან გამომდინარე დავიკიდეთ თეგეტას ქება დიდება და უბრალოდ მივულოცეთ დაბადების დღე და რა ვიცი, ესეც რჩევის სახით ვიტყოდი, რომ არ არის აუცილებელი თუ ვიღაცისთვის რაღაცას ვაკეთებთ, განვადიდოთ ის. რაღაც თეგეტა მოტორსი მაგარია და მსგავსი მესიჯები საერთოდ არ იყო საჭირო. აქ გეუბნება, რომ მოდი მომილოცე დაბადების დღე. ჩვენ დავდექით, მივულოცეთ დაბადების დღე და ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა. და რა ხდება? ყველა სცენაში არის რაღაც პატარა მილოცვა და საბოლოო ჯამში მესიჯი ის არის, რომ თუ გულით არ მიულოცე იუბილარს, როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს, მაშინ არანაირ მილოცვას და არანაირ კრეატივს არ აქვს აზრი და ჩემი აზრით ეს იყო ყველაზე კრეატიული მესიჯი. მაგრამ ბევრი ვიფიქრეთ, თუ უფრო ბევრი მივხვდი, ასე ძვირფას იუბილარს თავარია გულით მიულოცე. მაგრამ არ იცი, რას ფიქრობს ჟიური, როგორ ფიქრობს და მუღამიც ეგ არის რა, კარგი ის იყო სხვათა შორის ამ კონკურსში, რომ ჟიური არჩევდა და არა ნახვებით ან მოწონებებით იყო, იმიტომ რომ ნახვები და მოწონებებით რო ყოფილიყო, ავტომატურად იგებს ის, ვისაც ყველაზე დიდი აუდიტორია აქვს სოციალურ ქსელებში და ვინც ერთ ლინკს გააზიარებს და მორჩა იმას უკვე რაღაც 10,000 ნახვა აქვს, 100,000 ნახვა აქვს, 9 მილიონი ნახვა აქვს. ცოტა უსამართლობა მგონია. 13 დეკემბერს უკვე ამ იდეაზე ჩამოვყალიბდით და 14-15 დეკემბერი იყო გადაღების დღე, 14 დეკემბერი იყო წინა დღე. გადაღების წინა დღე არანაკლებ მნიშვნელოვანი და არანაკლებ საპასუხისმგებლოა გადაღების დღეზე, რადგან
წინა დღეს აგვარებ ყველა პრობლემას, ასე ვთქვათ. წინა დღეს უნდა იყო მობილიზებული მაქსიმალურად, რადგან ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდეთ გადაღების დღეს. ეს ყველაფერი გადაღებული გვაქვს და ახლა ნახავთ 15 დეკემბრის კადრებს. მე მაინც ამოჭრი ჩემ კადრებს ყველაფერს. შენ აი დებ. სხვა რა გზა. რეჟისორი უხსნის სტავს როგორ უნდა იცეკვონ რა. ვიდეოს ამ ნაწილამდე თუ მოხდით უკვე იცით რასაც ვაკეთებთ, როგორც ვაკეთებთ და შედეგი გამოჩნდება ბოლოს. მაგარ სიცივეა. მაგარ. ცეკვა ცოტა გამომწვევი მოგვეჩვენა. მერე ვიფიქრეთ ახალი წელი მოდის. სანტას ხომ არ ემღერა? დეკემბერს ძლივზე მივუსწარით კომენტად სახლში 9 საათი 10 იყო დაწყებული რომ მივედი სახლში დავამონტაჟე ვიდეო და რაღაცა აკლდა ვერ იყო ისეთი როგორიც მინდოდა რომ გამოსულიყო როგორიც წარმომედგინა და ამ მომენტში რაღაცა გაგვინათდა გონება მე და ზურას ჩემს მეგობარს რომელიც მეხმარებოდა ამ ყველაფრის ფიქრში და განხორციელებაში და გადავწყვიტეთ რომ ჩაგვემატებინა რა აკლდა 16 დეკემბერია უკვე ხვალ 17 დეკემბერი არის ბოლოა და ვიდეოს ატვირთვის დღეს ვამატებთ ჩონზოს სცენას და იმედია ღირს იმად რომ კიდევ ერთი დღე გადავდეთ ასატვირთ 25 წლის იუბილეს გიოცავთ ეგეთა წავიდა ტრადიციულ ქართულ მილოცვაზეც კი ვიფიქრეთ. გილოცავ, ჩემო თეგეტა, სუფრის თამადაც აქვია. 25-ის ხარ, ბიძიკო, განახუმრობა საქმეა. რა ხდება დღეს, რა ამბები გვაქვს? აპელას კლიპის გადაღება არის. თეგეტას ულოცავთ 25 წლის იუბილეს. ნახავთ მალე ტელევიზორში. ვიდეო საბოლოო ჯამში უკვე შონზოს სცენით შეივსო, ძალიან ეფექტური გამოვიდა. ოღონდ ეს ყველაფერი ხდება 16 დეკემბერს და 17-ში არის ვიდეოს ატვირთვის ბოლო დღე. რა თქმა უნდა, ძალიან ნერვიულობთ, ძალიან დაძაბულები ვართ, უკვე იმ ფიქრებში ვართ, რომ ვაფშე რა გვინდოდა, რას ვიღებდით მონაწილეობას და აი ეს თავში ხდება ამ დროს ქაოსი. საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი ძალიან კარგად გამოვიდა. საკონკურსო ვიდეოც ავტვირთეთ. საიძე ძალიან შეფერხება იყო. აი ბოლო წუთებში მოხდა მართლა ეს ყველაფერი და ბოლო დღეს აიტვირთა ეს ვიდეო და მერე უკვე წავიდა მოლოდინის რეჟიმი. მოლოდინის რეჟიმში საერთოდ არ ვფიქრობდი ამ კონკურსზე. როგორც ვახსენე, სხვა კონკურსანტების ვიდეოებიც არ მქონდა ნანახი და იგივეს გირჩევთ თქვენს ნებისმიერ რაღაცაში მონაწილეობის დროს, რომელიც თქვენი გადასაწყვეტი არაა და ასე ვთქვათ, ჟიური წყვეტს ამ ვიღაც აზრზე ხართ დამოკიდებული, მე ესე მირჩევნია, არ ვუყურებ ხოლმე სხვებს, არ ვუყურებ კონკურენტებს, ზოგადად კონკურენტად არავის არ აღვიქო. წაგების შემთხვევაში ნაკლებად მწყდება გული და მოგების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად მიხარია, როდესაც მოლოდინები არ მაქვს წინასწარ შექმნილი. მოვიდა 25 დეკემბერი, დამირეკეს. საქართველოს ფოსტიდან გირეკავთ ამანათია თქვენ სახელზე და ეხლა რა ამანათი კონკურსის ბოლო დღეა ხო? ნუ გონია რომ რაღაცა თეგეტასგან მოდის, მაგრამ ანუ ეს თუ მოდიოდა მართლა ვერ წარმოვიდგენდი და ავდექი დილით ველოდები კურიერს ყავასვავ, ფხიზლდები და ყავის დალევა მიყვარს ხოლმე ბანჯარასთან, სადაც ქვემოთ მთლიანად ქუჩა ჩანს და ამ ქუჩაზე ვხედავ თორნიკეს და 5-6 ადამიანი დაყვება, ერთი კამერით, ერთი დრონით, დანარჩენებს ხელში რაღაც ლენტები უჭირავთ და
რაღაც პოზიციებზე ალაგებს ამ ადამიანებს და უკვე მივხვდი რომ top 3-ში უეჭველი ვარ, მაგრამ პირველ ადგილზე ისევ ეჭვი მეპარება. გონია რომ რაღაც უფრო ისეთი ტიპი მოიგებს, ვისაც რაღაც დიდი აუდიტორია ყავს და იყვნენ ეგეთებიც კონკურსში. და რაღაც უფრო ვფიქრობ ელექტრომოპედზე, როგორ მოვიხდინო და ევაკუატორით მოიყვანეს წითელი Mazda. ამ დროს ერთიანად იყო რაღაც სიამაყის შეგრძნებაც, სიხარულიც, რაღაც უცნაური შეგრძნებები იყო ბევრი, ანუ ნერვიულობაც იყო, არ ვიცი აი როგორ გადმოვცე სიტყვებით ის ემოცია, რასაც შიგნიდან გრძნობა ამ დროს და რაღაცა წყლებიც მახსხეს, მომასულიერეს, იმასაც მეუბნეოდნენ სანამ ქვემოთ არ ჩახვალ და გეტყვიან რომ შენია წინასწარ ნუ გიხარია და მაგრამ სახში იყო საგიჟეთი ჩემთან მაგ დროს და ბოლოს მირეკავენ, ჩავდივარ და ეხა ანუ ვიცი რომ იქ რაც დამემართა ზემოთ ეს უნდა დამემართოს აქ კამერის წინ რომ რაღაცა ბუნებრივი იყოს და თორნიკემ რომ გამომიწოდა ხელი და მანქანა მოგიყვანეო აი მთელი ემოციით ჩავეხუტე 23 წლის განმავლობაში მე მგონი მამაჩემს არ ჩავხუტები ვარ და აი თორნიკეს ჩავეხუტე და ვეღარ სუნთქავს და ნუ ეს ყველაფერი თქვენ ნახეთ და რა თქმა უნდა ვიდეო დადგმულია და რა თქმა უნდა ვიდეოში ოპერატორი მეუბნეო და ეხლა რაღაც საჭეს ხელი გადაუსვი, ეხლა გაიღიმე, ეხლა ახტი, ეხლა რაღაცა, ანუ ეს ხდება, იმ ბიჭებს უნდა დაემონტაჟებინათ ეს ვიდეო და იმ დღესვე გაეშვათ. აქვე მინდა ხაზი გაუსვა რა შეეშალა თეგეტას. ვფიქრობ რომ თეგეტას შეეძლო უკეთესად გაეკეთებინა და ვფიქრობ რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ჩემს ვიდეოშიც ანუ სადაც პრის გადმომცემენ მეორე ადგილოსანის ვიდეოშიც და მესამე ადგილოსანი ვიდეოშიც და მესამე ადგილოსანს მინდა საჯაროდაც მიულოცო ირაკლი გილოცავ და მადლობა იმ პოსტისთვის რომელთაც შენ გამოეხმაურე ამ ყველაფერს მოკლედ ყველას ვიდეოში თეგეტას გადამღებ ჯგუფს აქვს ერთი შეცდომა დაშვებული ერთი ძალიან დიდი და ძალიან ცუდი შეცდომა სადაც მისამართები არის გასაჯაროებული და ზოგადად მისამართი და მსგავსი ტელეფონის ნომერი და მსგავსი ინფორმაცია გონია რომ საჯაროდ ასე არ უნდა გამოაცხადო. როდესაც მით უმეტეს ესეთი შედეგები და ესეთი რეზონანსი მოყვა ამ ყველაფერს ვიღაც რომ მოსულიყო მაგალითად იმ მისამართზე და რა გასაღები დაეკაწრა ან რაღაც შუშები დაემტვრია ან იყო ამის შანსიც ის ზოგი ისეთ კომენტარებს წერდა რომ მაგასაც არ გამოვრიცხ. დანარჩენი რა შეეშალა და როგორ შეეშალა და ზოგადად ჩემი აზრი და ზოგადად ამ მანქანაზე ჩემი აზრი, ამ მანქანის ხარისხზე ჩემი აზრი, ასე ვთქვათ, ამ მანქანის ტესტ დრაივი და მსგავსი რაღაცეები თუ გაინტერესებთ, კითხვების სახით შეგიძლიათ დატოვოთ ვიდეოს ქვემოთ კომენტარების სექციაში და აუცილებლად გიპასუხებთ მომდევნო ვიდეოებში ამ მანქანაზე, თეგეტაზე და ზოგადად ამ ამბებზე, რაც ამ კონკურსს მოყვა. ამ ვიდეოში არ მთავრდება საუბარი, ბევრ ადამიანს ჰქონდა სხვადასხვა ტიპის კითხვები. ვფიქრობ რომ ამ ვიდეოთი ბევრ კითხვას გავცემდი პასუხს, მაგრამ შეიძლება რომ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩეს, ასე რომ ველოდები კომენტარების სახით თქვენს კითხვებს და შემდეგ ვიდეოებში კითხვა-პასუხის რეჟიმშიც ჩავწერ რაღაცეებს. მინდა მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც გვერდით დამიდგა და დავიწყებ იაკობ ბრეგვაძით, რომელიც კამერის უკან არის, ზურაბ გაჩეჩილაძე, იგივე შონსო, დიმიტრი ტატიშვილი, გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი ანდრი მექვაბიძე, ზურა ლოცულაშვილი. ასევე დიდი მადლობა გიორგი ტატიშვილს და მის ბენდს. ძალიან დიდი მადლობა თიკო კიკაბიძეს უნიჭიერეს მეიქაპ არტისტს. დიდი მადლობა კომპანია ჩოხა ჯის. დიდი მადლობა გიორგი ხუციშვილს. ანა მალაზონიას, ვინც ეს გოგოები დააკავშირა ჩემთან. მოცეკვავე გოგონებს ანუკას, ლიკას და ლიკუნას. და ზოგადად ყველა ადამიანს, ვინც კომენტარებით გამოხატა мотивация და ზოგადად ყველას ვისაც ეს სიხარული ძალიან გაუხარდა. დიდი მადლობა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ემოციები ყოველთვის. მატერიალური რაღაცეები, ან ფული იქნება, მანქანა იქნება, ტელეფონი თუ რაიმე, ანუ ყველაფერი არის ცვეთადი. ის ემოციები, რასაც ამ პროცესში ვაგროვებს და ამ პროცესში გრჩება
ის ემოციები არასდროს არ გაცდება, ყოველთვის ჩვენთან იქნება, ყოველთვის გვემახსოვრება ის დადებითი და პოზიტიური შეგრძნებები, რაც იმ დროს შევიძინეთ და ეს არის ალბათ საბოლოო ჯამში ყველაფრის აზრი, რისთვისაც რაიმეს ვაკეთებთ ცხოვრებაში. მე აქ დაგემშვიდობებით, მე პაპელა ვარ. თქვენ ჩემს YouTube არხს უყურებდით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დარჩით მოტივირებულები, დარჩით პოზიტიურები. ყოველთვის ეცადეთ რომ პოზიტივი გაავრცელოთ და ყველაფერი ძალიან მაგრად გამოვა. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, რათა ახალ-ახალი ვიდეოებით სულ გაგანებივროთ. ამ მანქანაზე და ზოგადად ამ საკითხზე საუბარი კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ აქ არ დამთავრებულა და მომავალ ვიდეოებში აუცილებლად შევხვდებით დროებით.